ოდესმე ყოფილ ხართ ისეთ ადგილას, რომელიც თითქოს ნაცნობია, მაგრამ ამავდროულად უცნაურად არასწორი გეჩვენებათ. სარიელი დერეფანი, მიტოვებული ოფისი, ოთახი, სადაც თითქოს არაფერი არ ხდება, მაგრამ მაინც დისკომფორტს გექმნის. სწორედ ამ შეგრძნებაზე არის აგებული ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰორორ ლეგენდა, Backrooms-ი. Backrooms-ი არის გამოგონილი სივრცე, რომელიც აღწერილია როგორც უსასრულო, ერთმანეთთან დაკავშირებული ოთახებისა და დერეფნების ლაბირინთი. Backrooms-ის იდეის მიხედვით ადამიანი შეიძლება შემთხვევით ამოვარდეს რეალობიდან და აღმოჩნდეს ამ უცნაურ სივრცეში. თუმცა, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? ყველაფერი 2019 წლის მაისში დაიწყო. ინტერნეტ ფორუმზე 4chan-ზე მომხმარებლები აზიარებდნენ ფოტოებს, რომლებიც უცნაურ ან შემაშფოთებელ შეგრძნებას იწვევდა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა ატვირთა სარიელი ყვითელი ოთახის ფოტო. მალევე სხვა ანონიმურმა მომხმარებელმა ამ ფოტოს დაუმატა მოკლე ტექსტი, რომელშიც აღწერილი იყო ადგილი, სადაც ადამიანი რეალობიდან შემთხვევით მოხდებოდა და უსასრულო ოთახებში დაიკარგებოდა. სწორედ ამ პოსტმა შექმნა Backrooms-ის კონცეფცია. დღეს Backrooms-ი უბრალოდ ინტერნეტ მემი აღარ არის. ეს არის თანამედროვე ციფრული ფოლკლორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი. ამ მომენტისათვის Backrooms-ს აქვს არაერთი თამაში, ინტერნეტ სერიალი, ანიმაციები და 29 მაისს გამოვიდა ოფიციალური ფილმი. ყველაფერი კი ერთი ფოტოთი დაიწყო. მოკლედ ხალხო, თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ და დაგვაფოლოვეთ, რომ უფრო მეტი მსგავსი რამ გადავიღოთ.